მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერიძის რადიო საათს რადიო მაესტროზე. დღეს ჩვენი სტუმარი პოლიტიკური მიმომხილველი ვაჟა ბერიძე იქნება, რომელთანაც ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა ვითარებაში ხვდება ჩვენი ქვეყანა 2012 საარჩევნო წელს. ბატონო ვაჟა, მოგესალმებით. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და მსმენელს. პირველ რიგში დავიწყოთ პოლიტიკური ვითარებით. დადგა საარჩევნო წელი, პრაქტიკულად დაწყებულია უკვე საარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით შესამჩნევია ხელისუფლების მხრიდან. მე მაინტერესებს თქვენ რა სიტყვით იმ პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც არის დღეს შექმნილი, ანუ რა ხდება თქვენი აზრით სახელისუფლებო გუნდში, ასევე ვისაუბრებთ იმაზე, რა ხდება ოპოზიციურ გუნდში. დავიწყოთ ხელისუფლებით. ანუ რა ვითარებაშია თქვენი აზრით დღეს სახელისუფლებო გუნდი? სახელისუფლო გუნდი დღეს გახლავთ დაბნეული. მათ არ აქვთ მკაფედ ჩამოყალიბებული სტრატეგია და ისინი იმპროვიზაციების ფონზე გამოიყურებიან არადამაჯერებლად, რადგან ის ვითარება, რომელსაც ისინი მიეჩვიენ წლების განმავლობაში, როდესაც ფაქტობრივად იყვნენ ერთადერთი უკონკურენციო მოთამაშეები ჩვენს პოლიტიკურ ბაზარზე დამთავრდა, დასრულდა და სარბიელზე ჩვენს თვალწინ ყალიბდება მეორე პოლიტიკური ცენტრი, რაც განაპირობებს ახალ რეალიებს, ამ რეალიების შესაბამისი სტრატეგია და ტაქტიკა მათ ჯერ გამომუშავებული არ აქვთ. ეს განაპირობებს იმ უცნაურ მეტამორფოზას, რომელიც მოცემულ პოლიტიკურ გუნდს რაღაც გარკვეული კეთროვანების იერს ძენს და წყვეტს რეალურ სინამდვილეს, სადაც ლიდერი მოგზაურობს, ფაქტობრივად არის რაღაც ჟონგლირების ფორმით აყალიბებს მოსაზრებებს, უნერგავს ამხნევებს თავის მომხრეებს, მაგრამ რეალურად ეს არ არის პოლიტიკა, ეს არ არის პოლიტიკური კურსი და ის საარჩევნო კამპანია, რომელიც ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო, მოკლებულია ყოველგვარ შინაგან სიმწყობრეს. აი, საერთოდ როგორ დაახასიათებთ დღეს ნაციონალურ მოძრაობას, როგორც გუნდს? აი, რა სიტყვით ამ გუნდზე? საერთოდ რამდენად შეიძლება ამას უწოდოთ დაუშვათ კლასიკური გაგებით პოლიტიკური პარტია დღევანდელ ვითარებაში? მე დამოვიწა და მინდა მაყურებელს და მსმენელს შევახსენო ჩვენი ტელეფონის ნომერი, ეს არის 249 460. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და დასვათ შეკითხვა თქვენთვის საინტერესო საკითხზე. ნაციონალური მოძრაობა როგორც გუნდი. თავისი სტრატეგიით, ტაქტიკით, თქვათ პოლიტიკური პროგრამით. მე არასოდეს არ აღვიქვამდი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას როგორც პოლიტიკურ პარტიას. ეს არის სახელმწიფოებრივი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელიც თავის საქმიანობას აგებს თავიანთი სახელისუფლო რესურსის გამოყენებაზე, რადგან არ შეიძლება პარტიას არ ჰქონდეს შინაგანი სტრუქტურა, რეგიონული ორგანიზაციები, შიდაპარტიული დემოკრატია, არ ჰქონდეს მჭიდრო ურთიერთობა საზოგადოებასთან და პარტიის რეგიონულ ორგანიზაციებს ხელმძღვანელობდნენ გუბერნატორები ან გამგებლები. ასეთი წარმონაქმნი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება პოლიტიკური პარტია კლასიკური გაგებით, ევროპული გაგებით, ცივილიზებული გაგებით და ამ თვალსაჩინით ბიძინა ივანიშვილის მეორე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბება შეიძლება სასიკეთოდ წაადგეს ამ პარტიას და ბოლოს ჩვენ ვიხილოთ თუ რა წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და შეუძლია თუ არა მას პოლიტიკური პარტიის რეჟიმში ფუნქციონირება. ის გროტესკული და სასაცილო კადრები, რომელიც რამდენჯერმე გადაიღო შალვარამიშვილმა, როდესაც ცენტრალური აპარატი არის დაკეტილი და არ ფუნქციონირებს, არის უბრალოდ სასაცილო და ნათელყოფს, რომ არანაირი პოლიტიკური პარტია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არ არსებობს. თუმცა არიან პერსონები, რომლებიც ასოცირდებიან ნაციონალურ მოძრაობასთან, თუნდაც ხელისუფლების წარმომადგენლები, ხომ ასეა? არის სახელისუფლო დაჯგუფება, რომლის უპირობო ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი და
რამდენიმე საკვანძო ფიგურა, რომელიც ძალაუფლების სიმყარეს განაპირობებს. დაახლოებით 20 პერსონას არ აღემატება ის ბირთვი, რომელიც დღეს ძალაუფლებას ფლობს საქართველოში. ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლება გულისხმობს ბალანს სახელმწიფო შტოებს შორის გარკვეულ კონტაქტს და უკავშირს საზოგადოებასთან, ადამიანებთან, ასეთი რამ მოგეხსენებათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაგალითზე ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან მე არ მახსოვს რომ ამ პარტიის პოლიტიკური ლიდერები აი თუნდაც ელემენტარული რამ რო ავიღოთ სადისკუსიოდ დამსხდარიყვნენ მათსავე მოედანზე დაუშვათ პირველი არხის ეთერში და ეწარმოებინათ პოლემიკა იმას რასაც აკეთებენ იმ ქვეყნებში საიდანაც ჩვენ ვსწავლობთ დემოკრატიას შეერთებულ შტატებში დიდ ბრიტანეთში საფრანგეთში და სხვაგან ასეთი ელემენტარული პოლემიკა და ელემენტარული დისკუსიაც კი არ წარმოებს ოპოზიციასთან და ასეთ პირობებში როგორ შეიძლება ჩვენ მართლ ძალას მე მას უწოდებ მართლ დაჯგუფებას ჩვენ უწოდოთ პოლიტიკური პარტია. ზარია ბატონოაჯა ჩვენს ეთერში მოდით მაყურებელს მოусმინოთ გისმენ თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობათ. გამარჯობათ. ესეთი შეკითხვა მაქვს ბატონ ვაჟასთან. დიახ. თუ შეიძლება რადიო მიმღებს ან ტელევიზორს რომელიც არის თქვენთან ახლოს იქნებ ჩაუწიოთ ან მოშორდეთ. ბატონო. აი ესეთი შეკითხვა მაქვს. აი ვეთანხმები რაც ილაპარაკა ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ახლა თვითონ ბიზნეს მხრიდან პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბება აი სწორი მიმართულებით ხდება? როგორ ფიქრობთ, არ უნდა ყავდეს დაახლოებით 1 ან 10 ან 20 კაცი მაინც, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ ორგანიზაციის აგებაზე? ძალიან დიდი მადლობა. მადლობთ. პირველ რიგში მე თქვენის ნებართვით ეკა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გავაკეთო განცხადება, რადგან როგორც გადმომცეს დღეს Real TV რამდენჯერმე ატრიალებს ერთი და იგივე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მე ვაჟა ბერიძე ასე ვთქვათ, წამოვედი ბიზინა ივანიშვილის გარემოცვიდან. ისე რომ თქვენთან არ გადაუმოწმებიათ? არანაირი გადამოწმებას ადგილი ჩემთან არ ქონია და მე Real TV-ს არც ერთ ჟურნალისტს ბოლო ერთი თვის განმავლობაში არ შევხვედრი ვარ, ინტერვიუ არ მიმიცია, არ დავლაპარაკები ვარ. და საერთოდ ამ საკითხზე არც ერთ ჟურნალისტთან არ მისაუბრია. აქედან გამომდინარე, მე მინდა კაფეოდ განვაცხადო, რომ მას შემდეგ რაც მე 2 თვის განმავლობაში გახდით ბიზინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრი, საკონსულტაციო სათათბირო ორგანოს წარმომადგენელი, მას შემდეგ რაც დაფუძნდა მოძრაობა ქართული ოცნება, ჩვენ სხვადასხვა სტრუქტურებში გადავნაწილდით და მე გავხდი ანალიტიკური ცენტრის წევრი, ასე ვარჩიე ჩემი სამომავლო საქმიანობისთვის ამ ეტაპზე და ისევ მიმაჩნია რომ ვარ ბატონ ბიზინა ივანიშვილის გუნდის წევრი და მისი თანამოაზრი. ასე რომ ეს ინფორმაცია, ვინც მოისმინა, იმას საყურადღებოდ მინდა ასე ვთქვათ განვაცხადო, რომ დიდი მადლობა ჩემი მოგრძალებული პიროვნების მიმართ ყურადღებისთვის, მაგრამ სინამდვილეს არ შეეფერება. თუ იქნება რაიმე ახალი ამასთან დაკავშირებით, ვთქვათ ჩემი დამოკიდებულების თაობაზე ბიზინა ივანიშვილის გუნდთან და იმ სტრუქტურებთან, რომელიც მის გარშემო ყალიბდება, უეჭველად ვამცნობ საზოგადოებას. ახლა რაც შეეხება როგორ ყალიბდება პარტია. პარტია ყალიბდება ისე, როგორც ყალიბდება. ჩვენ გვაქვს გარკვეული სპეციფიური ვითარება, ისეთი ვითარება, როდესაც პოლიტიკური პარტიების ჩამოყალიბება ქვეყანაში ფაქტობრივად წლების განმავლობაში იყო შეუძლებელი და ამას განაპირობებდა გარკვეული ავტორიტარული გარემო, ფინანსური რესურსების სრული და აბსოლუტური კონტროლი სახელმწიფო ძალის მხრიდან, რაც არ აძლევდა საშუალებას ძალიან საინტერესო პოლიტიკურ ძალებს, რომ გაეშალათ საქმიანობა ფართოდ. მაგრამ აი გამოჩნდა სარბიელზე პიროვნება, რომელსაც აქვს საკუთარი რესურსი, აქვს დიდი პოლიტიკური რესურსი, თავისი გაწეული 8 წლიდან გამომდინარე, ქართველი ერის საკეთილდღეოდ, საქართველოს საკეთილდღეოდ, მისი თავდაცვის უნარიანობის განმტკიცებისთვის, საქველმოქმედო მიზნით წარმოებული მუშაობის შედეგად და ის არის და ამბობს, რომ აყალიბებს პოლიტიკურ პარტიას. ეს პოლიტიკური პარტია, ჩემი თვალთახედვით არის მეორე პოლიტიკური ცენტრი
ცენტრი და თუმცა ცენტრი ალბათ იქნება კოალიცია. ცენტრი იქნება კოალიცია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ცენტრის ღერძი მაინც იქნება ბიძინა ივანიშვილი, მის ირგვლივ შემოკრებილი ადამიანები და ის ძველი ავტორიტეტული პოლიტიკური ძალები, როგორებს წარმოადგენენ რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები. როგორ ხდება ეს, მოცემული ბატონის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ხდება ისე, როგორც ამის საშუალებას იძლევა ვითარება. კერძოდ უწინარეს ყოვლისა ჩამოყალიბდა მოძრაობა, სადაც გაცხადებული იქნა მიზნები და ამოცანები ამ მოძრაობის და იმ საზოგადოების, რომელიც ამ მოძრაობას მხარს უჭერს, ახლა მიმდინარეობს მზადება პოლიტიკური პარტიის შესაქმნელად და აი ამ დღეებში ბატონ ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ეკა ხვედელიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის აპირებს სათავეში ჩაუდგეს ამ პოლიტიკურ ძალას და დაადასტურა ეს ფაქტი მისმა მეუღლემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და ბრძანა რომ ამ შემთხვევაში ლიდერი პარტიის იქნება ეკა ხვედელიძე ივანიშვილი, რადგან საზოგადოების ყურადღება მიპყრობილია ბიძინა ივანიშვილის პიროვნებისკენ და უფრო მარტივი, უფრო ადვილი, უფრო იოლად აღსაქმელი რომ გახდეს ეს მომენტი ლიდერი პარტიის იქნება ეკა ხვედელიძე ივანიშვილისა. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, აქ შეიძლებოდა სხვა გზითაც წასვლა, თუმცა იმავე გზას აგრძელებს მოცემულ შემთხვევაში ბატონი ბიძინა და მისი გუნდი. შეიძლებოდა პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბება, რომლის სახეებიც გარდა ქალბატონ ეკა ხვედელიძისა გახდებოდნენ ის ადამიანები, ვინც თავიდანვე დადგა ბატონ ბიძინას გვერდით, ეს არის თქვა ირაკლი სესიაშვილი, ეკა ბესელია და სხვა პიროვნებები და ამის შემდეგ ისინი ჩამოაყალიბდნენ პარტიას, ისინი ჩაუდგენებოდნენ მას სათავეში, ხოლო პარტია, რომელიც გავიდოდა საარჩევნო ფინიშის სწორზე, უკვე იქნებოდა წოდებული, თქვათ ასე, ივანიშვილი ქართული ოცნება და ბუნებრივია, ამით არაფერი შეიცვლებოდა, რადგან ის შეხედულებები, კონცეფცია, ხედვა, მიზანსწრაფვა, დამოკიდებულება, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილისგან მომდინარეობს მოცემულ შემთხვევაში. ასე რომ მოცემული ბატონის საპასუხოდ მე მინდა ვთქვა, რომ პარტიის ჩამოყალიბების პროცესი არის ძალიან აქტუალური, აუცილებელია ჩემი აზრით, როგორც ერთი რიგითი სპეციალისტისა, რომ ეს პარტია ჩამოყალიბდეს რაც შეიძლება მალე, ჩემის აზრით ასევე აუცილებელია, რომ არ იყოს ზედმეტად კრიტიკული დამოკიდებულება იმ სახეების მიმართ, რომლებიც აი ამ სამეულიდან ერთ-ერთს განასახიერებს, გულისხმობ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, მაინც ეს ორი წამყვანი ძალაა, იქ სხვა პარტიების არსებობის მიუხედავად და ქართული ოცნება და თითქოს ქართულ ოცნებაში სადღაც არის გარკვეული მორიდება იმ თვალთახედვით, რომ ზოგიერთი ადამიანის თქვათ გარკვეულ წარსულს პოლიტიკურს მიიჩნევენ პოლიტიკურ ტვირთად, რაც ჩემის აზრით არ არის სწორი. თუმცა ჯერჯერობით არ არის კონკრეტულად ცნობილი არც ერთი პერსონა, რომელიც იქნება ამ პარტიაში თუ არ ჩავთვლით ეკატერინე ხვედელიძეს. ესეც მე ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, რადგან რაც უფრო ბევრი კოლორიტული, გამოცდილი, გამობრძმედილი პოლიტიკური მებრძოლი ჩაუდგება და დადგება ეკა ხვედელიძე ივანიშვილისას გვერდით, მით უფრო ძლიერი იქნება ეს პარტია, ამ შემთხვევაში პოლიტიკური ტვირთი იმ პოლიტიკურ გამოცდილებას გადაწუნის, რაც ვთქვათ, აქვთ ისეთ მოღვაწეებს, როგორებიც არიან, ვთქვათ, უსუფაშვილი, დავით უსუფაშვილი, თინა ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები, ირაკლი ალასანია, მათაც გარკვეული პოლიტიკური ტვირთი აქვთ, მათაც გარკვეული შეცდომები აქვთ, ვთქვათ, წარსულში დაშვებული, მაგრამ იმდენად გამოცდილი და ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი ამ პიროვნებების მიმართ, მაგრამ იმ ხელა გამოცდილება აქვთ მათ პოლიტიკური, რომ ყოველგვარ პოლიტიკურ ტვირთს მათაც ეს გადაწონის და ასეთ შემთხვევაში მე პირადად როგორც ყოფილი მრჩეველი ბიძინა ივანიშვილის ვისურვებდი, რომ მას შემოეკრიბოს ავტორიტეტული და წონიანი ფიგურები გარშემო, რათა ის იყოს სრულფასოვანი პარტნიორი და პრიმუს ინტერ პარეს აი ამ სამეულში, ანუ წამყვანი პოლიტიკური ძალა, რადგან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში გარკვეულ ხანს ვერ ჩაერთვება უშუალოდ როგორც ლიდერი ამ პოლიტიკური ძალის, აი ამან გადაწონოს
აი ამ პიროვნებების პოლიტიკურმა ავტორიტეტმა. ზარია ბატონო ისევ ჩვენს ეთერში გისმენთ თქვენ ეთერში ხართ. გამარჯობათ ეთერში ხართ. როგორც ჩანს პრობლემა ზართან დაკავშირებით შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომერს ეს არის 249-460 თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ პირდაპირ ეთერში და გამოთქვათ მოსაზრება ან დასვათ შეკითხვა ბატონ ვაჟა ბერიძესთან. ბატონ ვაჟა, ბევრს საუბრობენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ თუ ფინანსურ რესურსებზე. მაგრამ მოდით ვისაუბროთ იმაზე, თვითონ ნაციონალების გუნდი რა პოლიტიკური და ფინანსური რესურსებით შედის საარჩევნო ბრძოლაში. რა პოლიტიკური რესურსი აქვს დღეს ნაციონალურ პარტიას და როგორია მათი ფინანსური რესურსი? რა წარმომავლობის არის ეს ფინანსები? ეს ფინანსები გარკვეულწილად არის უჩინარი. ეს ფინანსები არ არის დაკონკრეტებული. ეს ფინანსები ძირითადად მომდინარეობს ხელისუფლებასთან ფარულ ალიანსში მყოფი ბიზნეს კლანების მიერ ბოლო წლებში მიღებული უზარმაზარი მოგებიდან, რომელიც სადღაც ოფშორულ ზონებში ან საზღვარგარეთ არის საიმედოდ დაბინავებული და ამ ფულის შემოbrunება უკან საარჩევნო პროცესში სახელმწიფო რესურსის გამოყენებით უეჭველად მოხდება. ანუ დღეს თქვენი აზრით ნაციონალური მოძრაობა ფლობს საკმარის ფინანსურ რესურსს იმისთვის, რომ თქვა არჩევნებში იბრძოლოს. ეკა მე და თქვენ არ შეიძლება ამ შეკითხვას ვსვავ გამომდინარე დაუშვათ იმ ქცევიდან, იმ დაბნეულობიდან, როგორც თქვენ ამას უწოდეთ, რა დაბნეულობაშიც არის სახელმწიფო გუნდი, მას შემდეგ რაც გამოჩნდა ივანიშვილი. იმიტომ რომ ის გრძნობს ფინანსური რესურსი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სტატუს კო შენარჩუნებული იქნას და ხელისუფლება შენარჩუნებული იქნას, რადგან თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, აი მიხეილ სააკაშვილი პირველი პირი ხელისუფლების, თქვათ ეს იქნება პრემიერ-მინისტრის თუ პარლამენტის თავმჯდომარის ამპლუაში. როგორ უნდა იმუშაოს მან, თუ პარლამენტში 75% არ ექნება, თქვათ მას მის განკარგულებაში გარანტირებული. ასეთ შემთხვევაში ელემენტარულად მას ძალიან გაუჭირდება საქმიანობა. მე ვიქნები მოხარული თუ მიხეილ სააკაშვილის ან სხვა ნაციონალური ლიდერის ხელმძღვანელობით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შეძლებს პარლამენტში საქმიანობას ნებისმიერი კონფიგურაციის პირობებში ძალთა განლაგების. თქვათ 75% ექნება თვითონ ბიძინა ივანიშვილის პარტიას თუ 40%, მაგრამ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გარწმუნებთ ეკა, რომ ვერც ბიძინა ივანიშვილი ვერ განახორციელებს დანაპირებს იმას, რასაც ისპირდება ქართულ საზოგადოებას 75%-ის ფლობის გარეშე და ვერც სააკაშვილი ვერ შეძლებს არსებობას და მუშაობას 75%-ის არქონის პირობებში. ეს ამ ორი ძალისთვის ფატალური გარდუვალობაა, მაგრამ თუ ვერც ერთი ვერ შეძლებს რეალურად 75%-ის მოპოვებას. მე პირადად პროგნოზის თვალსაზრისით, მაგრამ მართლა საინტერესოა. მესმის, მაგრამ მე პირადად წარმოუდგენლად მიმაჩნია საქართველოს მომავალ პარლამენტში რომელიმე მათგანმა 75% რომ ვერ აიღოს, ასე ვთქვათ, ადგილების, როგორც დასავლეთში უყვართ თქვა, ადგილების ვერ აიღოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში მათ გაუჭირდებათ ასეთი პროცესის წარმართვა, რომელმაც შედეგად უნდა მოიტანოს გარკვეული წარმატება, გაუმჯობესება არსებული ვითარების და ეკონომიკური აღმავლობა. ასეთ პირობებში ბუნებრივია ეს ხელისუფლების უზარმაზარი ფინანსური რესურსი და მე ვიმეორებ, რომ ხელისუფლებას აქვს გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი მობილიზებული წლების განმავლობაში, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს. და ეს თანაფარდობა სადღაც ჩემი აზრით მინიმუმ 2-1-თან არის. ასე რომ ხელისუფლება ამ თვალსაზრისით არ არის ესეთი საწყალი გერის მდგომარეობაში, რომ როცა გამოვიდა სარბიელზე შეძლებული ადამიანი და აი ესეთ არასახარბიელო ვითარებაში ჩააგდო ეს პიროვნება. მაგრამ სხვა რამეს მინდა მივაყოთ ჩვენი საზოგადოების ყურადღება მე. პირველ რიგში ჩვენთან აი თითქოს შეიცვალა სიტუაცია და
რისკენ მივდივართ, რომ ყალიბდება ორპარტიული სისტემა. ერთი სახელმწიფოებრივი პოლიტიკური წარმონაქმნი, რომელსაც სურს პოლიტიკურ პარტია ტრანსფორმირება და მეორე ახალი პოლიტიკური ძალა, პოლიტიკური ცენტრი, რომელიც არ არის მონოლითი და მას სხვა პარტიებთან აქვს გარკვეული ალიანსი, მაგრამ ეს არის მეორე, ასე ვთქვათ, მეორე მონსტრი, შეიძლება ასე ითქვას, რომელიც ღირსეულად შეიძლება დაუპირისპირდეს სახელმწიფო პარტიას. ასე არის მაგალითად შეერთებულ შტატებში. ასე არის ძირითადად და უპირატესად დიდ ბრიტანეთში. მაგრამ მე მინდა გავაფრთხილო ოპტიმისტები, რომლებიც ორივე მხარეს არიან და განსაკუთრებით არიან ჩვენს მეგობართა შორის, ესენი არიან საელჩოები, განსაკუთრებით შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და სხვა. ორპარტიული სისტემა წარმატებით შეიძლება ფუნქციონირებდეს მხოლოდ იქ და მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტების მყარი სისტემა. დემოკრატიული ინსტიტუტების მყარი სისტემის არსებობის გარეშე ორპარტიული სისტემა მყისიერად გარდაიქმნება ავტორიტარულ რეჟიმად და განსაკუთრებული მომენტი ორპარტიული სისტემა წარმატებით შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და კიდევ ბევრ სხვა ქვეყანაში, ახალი დემოკრატიის ქვეყნებში წარმატებით ფუნქციონირებს ეკა იქ, სადაც არბიტრი არსებობს. ანუ ეს ორი ძალა ერთმანეთს ეპაექრება, არის პოლემიკა, დისკუსია და ყოველთვის არის დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე ხალხი, რომელიც არჩევნების მეშვეობით, რეფერენდუმის მეშვეობით, პლებისციტის მეშვეობით შეფასებას აძლევს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ნამოქმედარს და ნამოღვაწარს. ვიდრე ესეთი სიტუაცია საქართველოში არ არის, ვინ უნდა განსაჯოს მაგალითად ის ნაბიჯები, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ბოლო პერიოდში დგამს, არის თუ არა სწორი. მაგალითად, ფინანსური რესურსის გამოყენების რეგლამენტაცია. აუცილებლად ვისაუბრებთ ამ თემაზე უფრო კონკრეტულად, თუმცა ზარია ისევ ჩვენს ეთერში მოვუსმინოთ მაყურებელს. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? გამარჯობათ, ეთერში ხართ. გამარჯობათ. მოგესალმებით. მე ასეთი შეკითხვა მაქვს, იცით, აი ძალიან კარგია რომ ბატონი ბიძინა მოდის პოლიტიკაში და ყველა მივესალმებით ამას, მაგრამ აი ძალები, რომელიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შემოიკრება მის გარშემო, თუნდაც რესპუბლიკელები, თუნდაც აი სხვა პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან პროამერიკული ორიენტაციის, სოროსის ორიენტაციის და აი ესეთი პარტიების შემოკრებამ ხალხში რაღაც ეჭვი დაბადა და რაღაც სკეპტიციზმი გააჩნდა, იმიტომ რომ ეს პარტიები ძალიან არაპოპულარულია ხალხში და უპრიანი ხომ არ იქნებოდა, ნუ კარგი, რადგან ბატონ ბიძინას სურს მათთან ურთიერთობა და მათთან ერთად ბრძოლა, ეროვნული ძალები რომ მოსულიყვნენ, რადგან ეროვნული ძალები გადაარჩენენ საქართველოს და არა პროამერიკული ორიენტაციის, იმიტომ რომ პროამერიკულმა ორიენტაციამ და ამერიკელებმა საერთოდ დაგუპეს და გაგვანადგურეს. დიდი მადლობა, ბატონო ვაჟა, რეკლამის დროა გადაცემაში, რეკლამის შემდეგ ჩვენ ისევ დავბრუნებთ ეთერში და გავცემთ აუცილებლად მაყურებლის შეკითხვას პასუხს. შეგახსენებთ ჩვენ ტელეფონის ნომერს, ეს არის 249 460, რამდენიმე წუთში დაბრუნდებით. თქვენ უყურებთ და უსმენთ ეკაბერიძის რადიოსაც, ვაჟა ბერიძეა ჩვენი სტუმარი, ბატონო ვაჟა ზარი არის ჩვენს ეთერში, მოდი მოусმინოთ შემდეგ შეკითხვასაც და შემდეგ ორივე მაყურებელს ერთად გავცეთ პასუხი. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? მოგესალმებით, ბატონო ეკატერინე, მოგესალმებით თქვენ სტუმარს, მოგესალმებით ბატონო ვაჟა. მადლობთ. გისურვებთ ყოველივე კაცს, ახალწელს მივილოცოთ თქვენს მაყურებელს. და რამდენიმე კითხვა ბატონო ვაჟა თქვენთან პირადად, ანუ კითხვა პირველი დავიწყოთ სიტუაციით, რაც რეალურად უკვე ძალიან ახლოს არის, ეს არის 23 იანვარი მაქვს ხედულობაში და როგორც თქვით, ალბათ ცნობილია და საზოგადოებისთვის აქტიურად ადევს არ მარტო შიდა არამედ საგარეო პოლიტიკას თვალს. საკმაოდ სერიოზული დაძაბულობაა მოსალოდნელი, ამაზე ხმამაღლა გააცხადა შეერთებული შტატების ესე იგი ოფიციალურმა ევროკავშირის წარმომადგენლობამ, რომ ირანთან მოსალოდნელია ძალიან სერიოზული სანქციები და ძალიან სერიოზული დაძაბვა ურთიერთობების. რამდენად იქნებ ჩაუწიოთ ტელევიზორს ან მოშორდეთ? კი ბატონო, ერთი წუთი. დიახ. ფაქტია, ხო ბატონო ვაჟა. ნამდვილად აისახება ჩვენს მდგომარეობაზე და 2012 წელი მართალია საქართველოსთვის საარჩევნო წელია
მაგრამ ამავე დროს თუ ეს მოხდა ღმერთს მარქნას და ძალიან გამწვავებული ფორმებით, მაშინ გამოდის, რომ ვიღაც ეცლება აქ არჩევნებისთვის. ამას აუცილებლად გამოიყენებს ხელისუფლება, ჩემი ვარაუდი ესეთია და ძალიან ბევრი ჩემი თანამოქალაქის და ძალიან სერიოზულად დაიძაბება უკვე შიდა პოლიტიკური ვითარება საქართველოში. ვართ თუ არა მზად, ანუ უბრალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ამ შემთხვევაში თქვენ მის ესე ვთქვათ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენთ. არის თუ არა მზად, თუ არა რაღაცა პრაგმატული გათვლები, რით და როგორ შეიძლება თავიდან იქნას აცილებული ის მოსალოდნელი სავარაუდო სერიოზული საფრთხეები. თუ გავითვალისწინებთ, აი 5 წუთის წინ იყო თქვენთან კადრები 26 მაისისა და ძალიან ნათელია სურათი, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ხალხზე, ესე ვთქვათ, მოხდეს კიდევ ერთხელ ნავარჯიშების გამეორება, ესე ვთქვათ. კითხვა მეორე, ბატონო ბიძინა ივანიშვილი აპირებს თუ არა და მიმართა თუ არა პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან ყოველთვის ცნობილია, რომ ქალბატონი ეკატერინე ხვედელიძის საკითხში სასამართლომ დააკმაყოფილა ქალბატონი ეკაბესელიას და სხვა ადვოკატთა მოთხოვნები, აბსოლუტურად კანონიერი მოთხოვნები მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა ოფიციალურად მიმართოს პრეზიდენტს და მოითხოვს, როგორც საქართველოს მოქალაქემ ამჟამად საფრანგეთის მოქალაქემ და დაბადებით ქართველმა მოითხოვს მიენიჭოს მას საქართველოს მოქალაქეობა. და კითხვა თუ შეიძლება ამ ორ კითხვას მაშინ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო, მოდით წინამაყურებლის შეკითხვით დავიწყოთ. რომელსაც პრეტენზია ჰქონდა იმ პოლიტიკურ ძალებთან, ვინც დგას დღეს ივანიშვილის გვერდით და მისი მოსაზრებით, ჩვენი მსმენელის მოსაზრებით, უმჯობესი იქნებოდა თუ ივანიშვილთან დადგებოდნენ ეროვნული ძალები. რა სიტყვით ამაზე? მე ფიქრობ, რომ ერთობ პირობითია ცნება ეროვნული ძალა, ეროვნული ძალები, ეროვნული მსოფლმხედველობა, ეროვნული ინტერესები. საერთოდ ჩვენ როდესაც საუბრობთ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოზიციაზე, ყოველთვის უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში დადებითი როლის შემსრულებელი, გარკვეული მატრიცა, ეს არის ეროვნული ინტერესები, საქართველოს ეროვნული ინტერესები, რომელიც ყველაზე კვინტესირებული სახით უნდა იყოს წარმოდგენილი ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაში. ნუ რასაც მე ჩვენს ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინაზე ვერ ვიტყვი, რომ იქ ადეკვატურად არის წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ინტერესები. ის რაც ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება და მიღებული და გაზიარებული არის ქართული საზოგადოების მიერ, არის ეროვნული ძალების ზრუნვის და ყოველდღიური ასე ვთქვათ, სადაგი დღეების მთავარი თემა, მაგრამ არასგზით ვთქვათ, ეს არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიების სახელწოდებაში პატრიოტული სიტყვების გამოყენებას, ლოზუნგებს, სადღეგრძელოებს და ასე შემდეგ. ამიტომ მე ერთ რამეს ვიტყვი კაფიოდ, რომ არასგზით არ მგონია, რომ ისე ვიმეორებ, მიუხედავად ცალკეული შეცდომებისა, იმისა, რომ ცალკეულ შეხედულებებს მე პირადად არ ვიზიარებ, ვთქვათ, რესპუბლიკელების ან თავისუფალი დემოკრატების, მე არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა დღეს სარბილზე მყოფი საქართველოში იყოს უფრო ეროვნული, ვიდრე არიან რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები. თუმცა ეს ვიღაცისთვის საკამათო თემაა და მე ასეთ ადამიანებთან, ასეთ პიროვნებებთან მზად ვარ ვიკამათო, როგორც მიუკერძოებელმა და ჩემი აზრით ობიექტურმა სპეციალისტმა. ეს ერთი. მეორე, აქ იყო ძალიან საინტერესო შეკითხვა იყო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანუ ქალბატონმა ახსენა 23 იანვარი სანქციები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რომ დააწესოს ირანის მისამართით, აქვე დავამატებ, რომ რუსეთი გეგმავს კავკასია 2012-ის ჩატარებას შემოდგომაზე და წვრთნები ჩატარდება არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ასევე სომხეთში. ანუ რა საგარეო საფრთხების წინაშე შეიძლება იდგეს 2012 წელს საქართველოს და რამდენად შეიძლება შიდა სიტუაციაზე აისახოს დააკონკრეტა უფრო მეტად მაყურებელმა, მას აინტერესებს ივანიშვილის გუნდი, რამდენად არის მზად ამ შემთხვევაში მოსალოდნელი გართულებებისთვის, უკვე რაც შეიძლება შიდა პოლიტიკურ ვითარებაში მოხდეს. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული მოძრაობა ქართული ოცნება უკვე იწყებს ყველა პრობლემური საკითხის თაობაზე სერიოზულ და საფუძვლიან მუშაობას თემატური ჯგუფების მეშვეობით და სულ მალე საზოგადოება გაეცნობა
ყველა პრობლემის ირგვლივ რა შეხედულება, რა ხედვა, რა გზა მიაჩნია სწორად ამ ძალას და ეს ბუნებრივია იქნება მოწონებული და გაზიარებული ბატონ ბიძინა ივანიშვილის მიერ. რაც შეეხება ირანის თემას, საერთოდ კავკასია და მახლობელი აღმოსავლეთი არის ყველაზე რთული რეგიონი მთელ მსოფლიოში და ჯერ კიდევ არ არის წამოწეული წინა პლანზე ის საფრთხეები, რომელსაც კავკასია წარმოადგენს რეგიონში და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. თუ ირანის თემა არ გადაწყდება ორმხრივი გონივრული კომპრომისის შედეგად, მე ვგულისხმობ ერთი მხრივ დასავლეთს, ხოლო მეორეს მხრივ ირანის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, რეგიონში ძალთა ბალანსი არსებითად შეიცვლება, გეოსტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე დაირღვევა ბევრი დღეს მიჩქმალული და მიჩუმათებული წონასწორობა, კერძოდ ძალიან გამწვავდება ქურთების პრობლემა, რომელიც საკმაოდ ბევრი ცხოვრობს მათ შორის ირანში, სერიოზული თემა გახდება აზერბაიჯანელების საკითხი, 15 მილიონზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს ირანის ჩრდილოეთ ნაწილში და ამას ბუნებრივია ემატება საკუთრივ აზერბაიჯანის მოსახლეობა, რომლის უმეტესობასაც ეთნიკური აზერბაიჯანელები შეადგენენ და დაახლოებით ეს არის 9 მილიონი და აი ასეთი სოლიდარობა, რომელიც წარმოიშობა კონფლიქტის პირობებში, თუ რა შედეგების მომტანი იქნება პოზიტიურის და პროგრესის ნიშნით მოღვაწე დასავლეთის, თუ რეაქციული ძალები რომლებიც მრავლად არიან რეგიონში, ეს კიდევ სხვა საკითხია. ჩვენთვის ქართველებისთვის მთავარი არის, რომ ჩვენ სწორად გქონდეს წარმოდგენილი ჩვენი ეროვნული ინტერესები, რაც მე ხაზგასმით ისევ მინდა აღვნიშნო, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საერთოდ არ ჩანს, ეს არის კონიუნქტურული დოკუმენტი. თუმცა არის საკმაოდ ბევრი საუბარი საფრთხეებზე ამ კონცეფციაში, მხოლოდ ბელეტრისტიკა და ნუ რაღაც რუსეთისგან მტრის ხატის დასახვა. რუსეთს თავისი ცოდვები არაკლია, ბუნებრივია ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რუსულ-ქართული ურთიერთობების 5-7 საუკუნოვანი ისტორია და ამასიის ზავის როლი რუსეთ საქართველოს დაახლოებაზე, იძულებით დაახლოებაზე, მე ვიტყოდი ესეც ასევე ვრცელი და ძალიან საფუძვლიანი განსჯის თემა შეიძლება იყოს ეკა, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში რუსეთის რეაქციაც აბსოლუტურად სწორია. თავისთავად ცხადია, რომ ავტორიტარული რუსეთი ბუნებრივია არ არის ჩვენთვის საუკეთესო მეზობელი. დემოკრატიული რუსეთი გაცილებით იოლი საპარტნიორო იქნებოდა ჩვენთვის და ჩვენ დემოკრატიულ რუსეთს არსებობის პირობებში ჩვენ წავიდოდით წინ და პარალელურად მოყვებოდა რუსეთი დასავლეთისკენ, მაგრამ რახან ასეთი რამ არ არის, მაშინ რუსეთი ჩვეულებრივად იწყებს ინსტინქტების დონეზე პოლიტიკის შექმნას, როგორი ინსტინქტების დონეზეც ის მოქმედებს ჩრდილოეთ კავკასიაში, დათვის პოზიციებიდან, ძალის პოზიციებიდან და ბუნებრივია მან ასეთი წორთნები მოიფიქრა, რომ იმ შემთხვევაში თუ დასავლეთი დაარტყამს ირანს და ეს გამოიწვევს გარკვეულ ჯაჭვურ რეაქციას იმ სიტუაციაში, რაც შეიქმნება რეგიონში, როგორ უნდა იმოქმედოს რუსეთმა და რა ძალებთან, რა კავშირ ურთიერთობები, რა მყისიერი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი რუსეთის სტრატეგიული მოკავშირეა, აზერბაიჯანი შესანიშნავად აბალანსებს ურთიერთობას დასავლეთთან და რუსეთთან, ხოლო საქართველო, მისი ხელისუფლება არის გაცხადებული და გააფთრებული მტერი რუსეთის რეგიონშიც. ეს ბუნებრივია არის დაუშვებელი ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე წორთნების გამართვა, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ ყოველთვის იმ რეალიებიდან, რაც გვაქვს და არა, ვთქვათ, ჩვენი პირადი სიმპათია, ანტიპათიების თუ გუნება განწყობილების შესაბამისად. კიდევ ერთი შეკითხვა იყო მაყურებლის მხრიდან, ანუ მიმართა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით პრეზიდენტს და აქედან გამომდინარე მე დავამატებ უბრალოდ ივანიშვილმა განაცხადა 2 დღის წინ, რომ
აუცილებლად მოუწევს საქართველოს პრეზიდენტს მისთვის მოქალაქეობის დაბრუნება. თქვენ რა აზრის ხართ ამ შესახებ? მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ბიძინას, იმდენად რამდენადაც ადვოკატთა ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, ისინი თანმიმდევრულად აწონილ-დაწონილი პოზიციებით აწარმოებენ შესაბამის იურიდიულ პროცედურებს და ადრე თუ გვიან, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს ყველა წინაპირობა აქვს იმისთვის, რომ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა და იგი მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ გამჭრიახი და საკმაოდ შორს გამხედვარი პოლიტიკოსი არ დააყოვნებს, თქვათ, ისეთი ნაბიჯების გადადგმას, როგორიც არის პოლიტიკური პარტიის შექმნა, სტრატეგიული თვალსაზრისების და პოზიციების შემუშავება, გარკვეული თვალსაზრისით ყველა ვარიანტის გათვალისწინებით, როგორც შეიძლება განვითარდეს მოვლენები. ზარია ისევ ჩვენს ეთერში ეს იქნება ბოლო ზარი, რადგან დრო აღარ გვჩება. გისმენთ თქვენ ეთერში ხართ? გამარჯობათ გისმენთ. გამარჯობათ. ბატონო ვაჟა, რა მეინტერესებს თქვენ ძალიან გისმენთ და ძალიან დაღვინებული კაცის და ვეშლებას სწავლებდა მინდა რომ ასეთივე დამტოვოთ. 7 ოქტომბრიდან გასული წლისა მე მგონია რომ სხვა საქართველოში ვცხოვრობ. როცა გამოჩნდა ბატონ ივანიშვილის ფაქტორი. მაგრამ დღეს უკვე ამ გადასახედიდან მეჩვენება რომ ელექტორატი დაიბნა. ისეთი ძლიერი ძალები და ანგარიშგასაწევი როგორც არის ბურჯანაძის ამორჩევლები, ბატონ შალვა ნათელაშვილისა და აიღო თუ გინდათ ბატონი გუბაზი და შარტავა. დიახ. ეს უკვე დაბნეულია ეს. არადა თქვენ გახსოვთ კარგად რომ სტაბილური პროცენტები ხმებისა 9-15%-ამდე მერყეობდა ბატონ შალვასთან. ეს ანგარიშგასაწევია თქვენ შემოგევლე და ამ ხმების დაკარგვა ასე ადვილად არ შეიძლება. მე მინდა რომ გამიმართეს ის იმედები რომელიც ჩამესაღა 7 ოქტომბერს. ოღონდ არ მინდა რომ ვიღაც უგნურებმა და ან ეშმაკებმა თავიანთი მიზნების მისაღწევად დაკარგონ ეს უდიდესი იმედი რომელიც ჩემთვის ანთებულია 7 ოქტომბერს. ძალიან დიდი მადლობა გისმენთ. დიდი მადლობა. მე ვფიქრობ რომ მოცემული შეკითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური. აი ბატონის ასე ვთქვათ შეშფოთება პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ასევე ანგარიშგასაწევია. მე ვფიქრობ რომ ბატონი ბიძინაც და ყველა მისი ასე ვთქვათ გარემოსვიდან ასეთ საკითხებს ღრმა და საფუძვლიანად აანალიზებენ. მე მინდა შევახსენო საზოგადოებას რომ ბატონი ბიძინა ამბობს არავისთან თანამშრომლობის კარი დახურული არ არის. თანამშრომლობა შეიძლება ყველასთან ალიანსის შეკრა პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ასე რომ ჩვენ შეიძლება მომავალში მიუხედავად აი ბატონ შალვა ნათელაშვილის პერიოდული მგზნებარებისა მე მაგალითად პირადად არ გამოვრიცხავ რომ გარკვეული შეხების წერტილები გაჩნდეს ლეიბორისტებთან ნაც საკმაოდ კონფრონტაციულია ამ ეტაპზე, მაგრამ პოლიტიკა არის მოულოდნელობებით ახსავსე და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ისეთი ასე ვთქვათ შემოქმედებითი მოქნილი მიდგომის პირობებში, როგორცაც ავლენს და ამჟღავნებს ბიძინა ივანიშვილი, შეიძლება არა მარტო ვთქვათ ეროვნულ ფორუმთან გაფორმდეს გარკვეული თანამშრომლობის სადაც მიდის მოლაპარაკება ჯერჯერობით ხასიათის ასე ვთქვათ შეთანხმება არამედ ასეთივე შეთანხმება შეიძლება შედგეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ძალასთან შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგობის მოძრაობა არის საინტერესო ჯგუფი უბრალოდ როდესაც გაქვს პასუხისმგებლობა რომ შენ ხარ მთავარი ვიზავი სახელმწიფო პარტიულ სახელმწიფოებრივი უძლიერეს წარმონაქმნის უძლიერესი სახელმწიფო რესურსის მქონე ძალის შენ ყოველთვის ცდილობ რომ გადაწყვეტილებების მიღებისას იყო მაქსიმალურად ფრთხილი რადგან მე ვიქნები გულწრფელი და
სხვა რამის უფლებას ის აუდიტორია, რომლის წინაშეც გამოსვლის პასუხისმგებლობასაც ვაცნობიერებ, არ მაძლევს. ამიტომ ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი ეკა, რომ არსებობს ასეთი მოვლენა ფარული ალიანსი ხელისუფლებასთან. არის პოლიტიკური პარტიების ნაწილი. ამის ღიად ისაუბრა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლისთან. სხვათა შორის, დიახ, რამდენჯერმე მან ამას ხაზი გაუსვა. მეც ვიზიარებ მის ამ პოზიციას და არსებობს ფარული ალიანსი გარკვეულ ძალებსა და ხელისუფლებას შორის. ამიტომ საჭიროა ფრთხილი მოქმედება. თან ამასთანავე არაცილის წამო ეს ბიბლიური შეგონებაც უნდა გავითვალისწინოთ და არავის ბრალი არ უნდა დავდოთ, რომ შეიძლება ეს აღმოჩნდეს უბრალოდ უკეთურთა მიერ გავრცელებული ჭორები. აქედან გამომდინარე ჩვენ და მე ვფიქრობ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამას ყურადღებას მიაქცევს, ყველა პოლიტიკურ ძალასთან იქნება აწონილ-დაწონილი თანდათანობითი ფრთხილი მოზომილი ურთიერთობა საერთო მიზნის მისაწევად. ეს საერთო მიზანი კი არის დემოკრატიული, აყვავებული და ნორმალური საქართველო. ძალიან დიდი მადლობა. ვაჟა ბერიძე იყო ჩვენი სტუმარი. მე 10 საათამდე გემშვიდობებით. 10 საათზე ჩემი სტუმრები იქნებიან ვიქტორ დოლიძე და შორენა შავერდაშვილი. 6 საათზე კი მაესტროს ეთერს საინფორმაციო გამოშვება გააგრძელებს დროებით.